დღეს მინდა შემოგთავაზოთ თემა, რომელიც არ დაგავიწყდებათ. გარწმუნებთ. პირველ რიგში გთხოვთ მადლობა უთხრათ ღმერთს ახლავე. რა დროსაც არ უნდა გაიღვიძოთ, თუნდაც დილის 6 საათზე იმისთვის, რომ მან გაჩუქათ ცხოვრების კიდევ ერთი ახალი დღე. ის შეიძლება არც დამდგარიყო. მე კი ჩემი 75 წლიანი ცხოვრების განმავლობაში მინახავს შემთხვევა, როდესაც ადამიანი ბედნიერი იყო. ყველაფერი აწყობილი ჰქონდა. და უცებ იღვიძებს, მის გვერდით კი გარდაცვლილი მეუღლეწევს. თან ისინი ახალგაზრდები იყვნენ. დიახ, ეს მართლაც საშინელი შემთხვევა იყო. სხვათა შორის, რატომაც მოვყევი ეს ამბავი, ეს აქ ისრაელში მოხდა. შემდეგ მალევე ის მამაკაციც გარდაიცვალა. მათ ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ არ ვიცი. ეუბნებოდნენ თუ არა ღმერთს მადლობას ახალი დღისათვის. დარწმუნებული არ ვარ, თუმცა მთავარი აქ ის არის, რომ ეს ტრაგედია იყო. მას ასე, უფლის გზები შეუცნობელია. რას გვიმზადებს ღმერთი დღევანდელ დღეს? ეს მხოლოდ მან იცის, მაგრამ როცა თქვენ მას შეახსენებთ, რომ გიყვართ, როცა ეტყვით კეთილ სიტყვებს, ის აღარ დაგივიწყებთ და აღასრულებს თქვენს ბედისწერას. მხოლოდ კარგს ან თუნდაც ცუდს, მაგრამ ისეთ ცუდს, რომელიც შემდეგ კარგში გადაიზრდება. ჩემს ცხოვრებას დავაკვირდი და შევამჩნია, რომ ყველაფერი, რაც კარგად გამომდიოდა, თავიდან საკუთარ თავზე ძალის ხმევას მოითხოვდა. უნდა შემეწყვიტა სიძულვილი იმ არამზადის, რომელმაც ცხოვრება გამიფუჭა და განსაკუთრებით ბიზნესში მიშლი და ხელს. ჩემზე ანონიმურ წერილებს წერდა. საბჭოთა პერიოდში ეს ძალიან გავრცელებული მოვლენა იყო. ან სხვა გზებით მავნებდა. ან არამზადა უფროსი, რომელიც იყენებდა ჩემს შრომას, შემდეგ კი წერდა, რომ თითქოს რაღაც არასწორად გავაკეთე. მოკლედ, ბევრი რამ გადამხდენია თავს. მოკლედ, ჩემს ყველა მიღწევას ვუკავშირებ მძიმე მოვლენებს. მაგალითად, თავიდან მოხდა რაღაც რთული. შემდეგ კი გამოვიტანე დასკვნა და მაშინვე გამოვასწორე ეს მდგომარეობა. მაგალითად, როდესაც კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, რომელიც ყოფილ სსრკ-ში მნიშვნელობით მესამე უმაღლესი სასწავლებელი იყო, 300 მილიონიან სახელმწიფოში, ჩაუჩურჩულეს თითქოს მე ვთქვი, რომ ის სულელი იყო. ეს სამწუხაროდ ჩემი საყვარელი სიტყვაა. მაპატიონ მათ, ვისაც ხანდახან ამას ვეუბნები. მან ჩემი გათავისუფლება გადაწყვიტა. არადა რადგან ჩემს საქმეს კარგად ვასრულებდი და ჩემს უშუალო უფროსს ვუყვარდი, ხოლო მას შეეძლო ჩემი გათავისუფლება მხოლოდ ამ ჩემი უფროსის გავლით. სულ ეჩურჩულებოდა ხოლმე. მიდი, გაათავისუფლე. ნერვებზე მოქმედებს. ხო. როცა შევხვდით, თავად ვუთხარი. მინისტრის მოადგილეს. უფროსს არაფერი უთქვამს ჩემთვის. მივედი მასთან სიტყვებით. მისმინეთ, უკვე მოგბეზრდათ ალბათ ეს აკადემიკოსი, რომელიც ჩემს გათავისუფლებას ითხოვს. მოდით მე თვითონ წავალ. მაგრამ ერთი პირობით. უთხარით მას, ამ დროის განმავლობაში ეს მოვიფიქრე, მომცენ ერთი ოთახი იმ ლამას წითელ კორპუსში, ვინც ყოფილა კიევში იცის, სადაც შევძლებ ჩემი საქმის დაწყებას. მაშინ უკვე 1999 წელი იყო. მჯეროდა, რომ შევძლებდი გამეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც მანამდე არავის გაუკეთებია და დავიწყე ამის კეთება ერთი მეორის მიყოლებით. ფული გეფიცებით პირდაპირ ციდან მეცემოდა. იყო დრო, როცა საათში $80,000-მდე ვშეულობდი. წარმოგიდგენიათ? თან ფული არ მიყვარდა, მისი დათვლაც კი დიდად არ მიყვარდა. ყოველთვის უფრო ვაკონტროლებდი ხარჯებს, ვიდრე შემოსავალს. გაითვალისწინეთ ეს, ახალგაზრდა მეწარმეებო. შეიძლება დღეში მილიარდიც კი იშოვო, მაგრამ თუ საკუთარ ხარჯებს არ აკონტროლებ, მაგალითად ყიდულობ ბევრ საჩუქარს ცოლისთვის ან საყვარელ მანდილოსნებს შუქნი ძვირადღირებულ მანქანებს. ხო, გამოგივიდა, მაგრამ საბოლოოდ გაკოტრდები. უნდა იცოდე დღეში რამდენს ხარჯავს სხვადასხვა საჭიროებაზე. მას ასე. დღეს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ბოლომდე მომისმინეთ, ეს უბრალოდ იმით დავიწყე, რომ თქვენი განწყობა გამეუმჯობესებინა, რათა ახლა გაგეღიმათ. მაშ რა იყო ის, რამაც დღეს გამოსვლისკენ მიბიძგა? გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი მქადაგებლის ლექცია იმაზე, რატომ არიან ზოგიერთი ადამიანები მდიდრები, ხოლო სხვები სიღარიბით იტანჯებიან. ზოგი მდიდარია, ზოგი ჯარმთელი. ხოლო სხვები სიღარიბესა და საშინელ პირობებში იტანჯებიან. პასუხი მივიღე, მე ის უკვე ვიცოდი, მაგრამ ფილოსოფიურ და რელიგიურ საკითხებში ამ ძალიან გავლენიანი ადამიანის მოსმენამ კიდევ უფრო განმიტკიცა აზრი, რომ შემიძლია ეს სიბრძნე თქვენს გაგიზიაროთ. არ იფიქროთ, რომ ყოველთვის იმას გეუბნებით, რაც უცებ მომდის თავში. არა, მე გამოსვლისთვის ვემზადები. მომისმინეთ ბოლომდე. თითოეული ჩემი გამოსვლა ძალას მართმევს, რადგან მკაფიოდ აზროვნება და თქვენამდე რთულად გასააზრებელი ფილოსოფიური ჭეშმარიტებების მიტანა იოლი არ არის. იმიტომ რომ ასაკის მატებასთან ერთად დემენცია იწყებს ადამიანის დევნას. სიტყვებს ავიწყებს. მაგრამ ღმერთს მადლობა ჯერჯერობით შემიძლია ყველაფერი გასაგებად გადმოგცეთ. მას ასე.
რატომ არის ზოგიერთი ღარიბი, სხვა კი მდიდარი? რატომ არის ზოგიერთი ბედნიერი, სხვა კი უბედური? ეს სრულიად ინდივიდუალური და სუბიექტური საკითხია. პირველ რიგში გავიგე, თუმცა მანამდე ვარაუდობდი კიდეც, მაგრამ ამ დიდი ადამიანისგან მოვისმინე, რომ რადგან სამყარო უსასრულოა და ეს აღიარებულია ნობელის კომიტეტის მიერ და ამისთვის ალბერტ აინშტაინმა ნობელის პრემია მიიღო. მასში ყველაფერი დაბალანსებულია. რადგან არსებობს წესები ღმერთისგან. სწორედ მისგან. თუმცა ამაზე არავინ დაფიქრებულა. ეს ნებისმიერი საწარმოს მართვის წესია. ეს არის ერთპიროვნული მართვის პრინციპი. ანუ თუ დიდ საწარმოს 10 დირექტორი ეყოლება, ის ერთ დღეში მცირე გახდება. შემდეგ დაიშლება და ხელფასსაც კი ვერ გასცემს. ერთპიროვნული მართვა. ყველაფერი უნდა ემორჩილებოდეს ერთიან კანონებს. და ეს ერთიანი კანონები, ვიცი რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მორწმუნე ქვეყანაა ამ მსოფლიოში. სიტყვაზე მენდეთ, ეს ერთპიროვნული მართვაა. სიტყვაზე არა ვხუმრობ. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა წარმოვიდგინოთ. ახლა მიცქერის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სამყარო უსასრულოა. ამ ნივთს კი აქვს დასაწყისი და დასასრული. აი დასაწყისი, ან შეიძლება ეს დასაწყისად ჩაითვალოს. ტელეფონსაც აქვს დასაწყისი და დასასრული. სხვათა შორის ეს ბოლო გამოშვებაა. კარგი ტელეფონია. დიახ, დაუცებ, ის უსასრულოა. არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. როგორ არის ეს შესაძლებელი? სწორედ ეს ერთპიროვნული მართვა აწესებს ერთსა და იმავე წესებს ყველასთვის. დღეს თუ ცუდად ხართ, მაგრამ თქვენ კარგი ადამიანი ბრძანდებით. ადამიანები კი ან კარგები არიან, ან ცუდები. ეს ჩემი სიბრძნეა და ამის შეცვლა შეუძლებელია. შეუძლებელია ანონიმისგან. მე ვცხოვრობდი კოოპერატიულ სახლში, სადაც სახლის ნახევარი მუდმივად ჩემზე ანონიმურ წერილებს წერდა. რაც უფრო მაღალ თანამდებობას ვიკავებდი, შემდეგ იქიდან წავედი. მით უფრო მეტი ანონიმური წერილი იგზავნებოდა კგბ-ში. ყველაფერს წერდნენ, რაც მოესურვებოდათ. ჩვენ ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობდით. ეს სხვა გამოსვლებშიც მაქვს ნათქვამი. კედლებზე შელახული შპალერი იყო, მაგრამ ჩემს მეუღლეს, ქართველმა ჩემმა სიმამრმა ოდესღაც ბრილიანტის საყურეები აჩუქა. სხვა არაფერი ჰქონდა, რადგან მე ვერ ვახერხებდი მისთვის საჩუქრების ყიდვას. ფული არ მქონდა. ნათურაც ეკიდა, აბაჟურის გარეშე. საქართველოში ჩემს მძღოლს, ქართველს, 60 ოთახიანი ბინა ვუყიდე. შემდეგ კი ინტერიერით შევუცვალეთ. აბა აბაჟურის გარეშე როგორ იქნებოდა? საკუთარი წლები გამახსენდა. სხვათა შორის დღეს სახლებზეც ვისაუბრებთ. და ეს ნიშნავს, რომ რადგან ერთპიროვნული მართვა არსებობს, შესაბამისად, ამ ადამიანს ყველაფერი დალაგებული აქვს. აი ერთი განყოფილება, სოციალური უზრუნველყოფა, აი წარმოების განყოფილება და ასე შემდეგ. და ანგელოზები ყველაფერს სხვადასხვა ყუთში აწესებენ. ყველაფერი სრულად არის ინტერნეტში, სრულად არქივებში და არცად იკარგება. ის, ვისაც არ ჰქონდა სული და გული და მხოლოდ მეძავებს ყიდულობდა და კაზინოში თამაშობდა, ხოლო ფული მოდიოდა. ბიზნესმენები ასე არ იქცევიან. გაარჩიეთ ერთმანეთისგან ბიზნესმენები და ქურდები. ქურდები ბიუჯეტზე მუშაობენ. ბიუჯეტი კი თქვენი ფულია. და ის მუდმივად ნაწილდება სახელმწიფოში საგადასახადო სისტემაზე. საზღვარზე, საბაჟოზე, სხვადასხვა ტიპის გადასახადები და ლიცენზიები. ასე ისინი ავსებენ და ისევ ავსებენ ბიუჯეტს. ამ ფულიდან გამოიყოფა სხვა თანხები. ისინი ნაწილდება სხვადასხვა პროგრამაზე. ნაწილი ხელფასებზე, ნაწილი მშენებლობაზე და ასე შემდეგ. აი ზუსტად ასეთივე პრინციპით არის მოწყობილი ყველაფერი ზემოთაც. და ამიტომ თუ ცხოვრებაში გაგიჭირდათ, მაგრამ არ გამოიყენეთ როგორც მე ეს სირთულეები იმ საქმეებისთვის, რომელიც გიყვართ. ცხოვრებაში არაფერი მქონია მიღწეული, მანამ სანამ არ მივიღე ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის. დარტყმა თავში, რაღაც პრობლემისგან. მაგალითად ყვები ისტორიას, როდესაც უნივერსიტეტის რექტორმა გადაწყვიტა ჩემი სამსახურიდან გაშვება, რადგან შურიანებმა უთხრეს. ძალიან კარგი ადამიანი იყო. დღემდე მიყვარს. უკვე დიდი ხანია რაც აღარ გვყავს. სკოპენკო, აკადემიკოსი, ქიმიკოსი. მას გადასცეს თითქოს სულელი ვუწოდე. ამის შემდეგ მინისტრის მეშვეობით, რომელსაც მე ვიცნობდი, გადმომცა რომ უნდა წავსულიყავი. მაშინ მინისტრთან ამაზე საუბარი უხერხული იყო, რადგან მან იცოდა რომ კარგად ვმუშაობდი და ჩემს პერიოდში მაჩვენებლები გაუმჯობესდა.
ერთხელაც ვსაუბრობთ და ვუთხარი, იცით რა წავალ, არ მინდა ზარებით თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცეს. მით უმეტეს რომ ეს უკვე აღარ მაინტერესებს. 1989 წელია, გორბაჩოვი ეგრეთ წოდებულ პერესტროიკაზე საუბრობს. მე კი ვგრძნობ რომ შემიძლია სხვებზე ბევრ გარშემომყოფზე მეტი გავაკეთო. პირდაპირ ვიტყვი ცუდებზე. გამიშვან სამსახურიდან, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით რომ ის დაგპირდებათ უნივერსიტეტის წითელ კორპუსში ოთახს გამომიღობს. ეს კორპუსი სხვათა შორის იუნესკოშია შეტანილი. იგი ააგო ძალიან ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა. მას წითელი სტუდენტების ცუდი სწავლისთვის ცირცხვილის გამო არ უწოდეს, როგორც ხუმრობენ ხოლმე სტუდენტები 1 აპრილს. არამედ სწორედ ასე დაარქვა მას არქიტექტორმა, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. მე კი სამწუხაროდ არა. იმიტომ რომ ფილოსოფოსი ვარ. და ზოგადად შენობებით არ ვინტერესდები. უფრო მეტად მაწუხებს ჩემი გული, ბუნება, რომელიც ასევე უფალმა შექმნა. მოკლედ ასე გამოდის, რომ ყველაფერი დაბალანსებულია. მე წავედი. მქონდა სირთულეები. 4 თვის განმავლობაში ჩემს თავს და კიდევ ერთ ჩემს მოადგილესთვის ხელფასი არ გადამიხდია. ხოლო ბუღალტერს გუშინ მივულოცე დაბადების დღე. ისე იტირა. ნატალია კონსტანტინეს ასული. დიახ, ბუღალტერს დიდ თანხას ვუხდიდი. რადგან მუშაობა უნდა გაგვეგრძელებინა, მაგრამ არ ვიცოდი რამდენად მოთხოვნადი იქნებოდა ჩემი როგორც იურისტის ცოდნა. დღეს მე საკუთარ თავს ვთვლი ერთ-ერთ საუკეთესო იურისტად, პოსტსაბჭოთა ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე, რადგან კანონები ყველგან ერთნაირია, თითქმის ერთნაირი. აი ასე. სამწუხაროდ ის ახლა კიევის მახლობლად მდებარე მოხუცთა სახლში ცხოვრობს. მე მას წერილი მივწერე, რომ ის ოდესღაც უკრაინის ისტორიაში დარჩება და როცა დავწერ, ასეთი შემთხვევაც მქონდა. სახელმძღვანელოს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა კონცერნი პრავექსი, სამართალი, ეკონომიკა, სოციოლოგია, ასე დავარქვი მას. აუცილებლად მოვიხსენიებ მას. ის დიპლომატის მეუღლე იყო. დიპლომატი გარდაიცვალა. ძალიან ლამაზი ქალი იყო. სამწუხაროა, მაგრამ მადლობა ღმერთს მანდილოსანი ცოცხალია. მაშინ ჩემზე ბევრად უფროსი იყო. ძალიან კეთილია. მე ყველაფერი პრობლემების გავლით გავიარე. იქიდანვე მოწმდებოდა ფულიც. სამსახურიდან გამიშვეს. არა, თავად დავტოვე სამსახური და 2 წელიწადში უკვე მილიონერი გავხდი. მაშინ ამ თანამდებობას ორივე ხელით ვეჭიდებოდი. ეს ძალიან მაღალი თანამდებობა იყო. ქვეყანაში მესამე უდიდესი უნივერსიტეტი, რომლის დიპლომებსაც ბევრ ქვეყანაში აღიარებენ, მხოლოდ სტუდენტების რაოდენობა 30,000-ს აღწევს. რომ აღარაფერი ვთქვათ კიდევ 30,000 აკადემიკოსსა და მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტზე. და მე 34 წლის ასაკში ამას ვხელმძღვანელობდი, ერთი უბრალო ბიჭი. იმ დროს ახალი დაცული მქონდა საკანდიდატო დისერტაცია. მე წასვლა არ მინდოდა. ღმერთმა მითხრა, არა ძვირფასო. აი ასე, ძალით წაგიყვან, მაგრამ იცოდე, მაშინ ამას ვერ მივხვდი. რომ ეს მიიღე, იმიტომ რომ სწორად გადაიტანე განსაცდელი. დიახ. ამასთანავე არავის მიმართ სიძულვილი არ მქონდა, მიუხედავად ამისა, რექტორს მაინც ვცემდი პატივს, რადგან ის იმსახურებდა პატივისცემას. უბრალოდ ეს შეცდომა იყო. ასე მიმაჩნია. თუმცა ჩემთვის ეს შეცდომა არ ყოფილა. მან მომცა გზა ცხოვრებაში. კიდევ შემიძლია მოვუყვე ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა მტრები და ისინი ერგვლივ ბევრნი იყვნენ, სიძულვილიც და შურიც ფულის მიმართ ყოველთვის იყო და იქნება ცუდ ადამიანებში. არსებობენ ცუდი და კარგი ადამიანები. კარგად დაიმახსოვრეთ ეს მეგობრებო, რადგან მათი არსის შეცვლა შეუძლებელია. და ის ზის და ყოველდღე ჩემზე ანონიმურ წერილებს წერს. წერს, რომ ჩემი ცოლი მთლიანად ბრილიანტებშია. არადა მას ჩემმა მამინაცვალმა პატარა ბრილიანტიანი საყურეები აჩუქა. მე კი ვერაფერს ვჩუქნიდი. მხოლოდ სიყვარულს. ხო, მაგრამ ზოგიერთგან არ მიიღებდნენ. მიუხედავად ამისა, ბედნიერი ვარ. უნდა მილიციის სკოლაში მივეღე, სადაც ძალიან მაღალი ხელფასები იყო. 500 რუბლზე მეტი. მაშინ 80-იან წლებში ეს უბრალოდ მე ვიქნებოდი ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში. მაგრამ ამ ანონიმური წერილის გამო, სადაც ეწერა თითქოს მდიდარი ვიყავი. არადა ამ დროს ჩემს სახლში უბრალო შპალერი ეკიდა. ის ჩემს სახლში ვერ შემოვიდოდა. ჯაშუში ვინც ჩემზე სათვალთვალოდ დააყენეს, ამიტომაც ყველანაირ სისულელეს წერდა. ჩემს სახლში კი არაფერი იყო, ფარდებიც კი არ გქონდა, უბრალოდ ფული არ გამოჩნდა. 150 რუბლი მქონდა ხელფასი, ცოლი კი არ მუშაობდა, რუსული ცუდად იცოდა. აი ასე მოქმედებს ღმერთი, ჩემთვის და ბევრისთვისაც, ვინც ახლა მისმენს მდიდარი ადამიანებიდან. ისინიც გაიხსენებენ, როგორ აკეთებს ამას, როგორ ამოვყავართ ჭაობიდან და გვაყენებს მნიშვნელოვან ადგილზე.
სიძულვილი და ბოროტება სხვათა შორის ანადგურებს ადამიანს. დაიმახსოვრეთ. ეს ყველაზე დიდი ცოდვაა. და არავითარ შემთხვევაში ეცადეთ. ეს რთულია. ვიცნობდი ერთ ადამიანს, ჩემს მეგობარს, რომელიც პროკურატურიდან გაათავისუფლეს და ის თვლიდა, რომ ეს უკანონოდ მოხდა. მან მთელი ცხოვრება ამით იცხოვრა და 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფარქტმა იმსხვერპლა. ლამაზი ბიჭი იყო. საკარპატიიდან. ასე ხდება ხოლმე. ახლა კი რადგან სამყაროში ყველაფერი დაბალანსებულია, ეს ნიშნავს, რომ მათვისაც დღეს ცუდად აქვს საქმე, მაგრამ ის არ არის არამზადა და არ არის ბოროტი ადამიანი. ის გრძნობს, რომ სამყაროში არსებობს გარკვეული წესრიგი. შეიძლება განათლებაც არ ჰქონდეს, მაგრამ ამას მაინც ხვდება და არავინ არის დამნაშავე. უბრალოდ მან არ იცის, რომ იქ ზემოთ მას თავად უფალი ელოდება. რას შესთავაზებს მას? რას იხარულს? არ ვიცი. და ალბათ არც არავინ იცის. ზოგი ფანტაზიორობს, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული იქნება. სხვები სხვანაირად წარმოიდგენენ. მაგრამ მე მგონია, რომ ეს ყველაფერი ფანტაზიაა. რადგან ღმერთი მხოლოდ ერთმა ადამიანმა ნახა მსოფლიოში. მას ერქვა მოსე. და სინაის მთაზე მან მიიღო 10 მცნება, რომელთა მიხედვითაც თქვენ ყველამ უნდა იცხოვროთ. მე კი ისინი ცხოვრებაში ძალიან მეხმარება. და მათ შორის მთავარი მცნებაა, მგონია, რომ ის ძირითადია, თუმცა ყველა ამ მთავარი. სულათია. ეს არის ენდე უფალს, შენს ღმერთს. აი როგორ ხდება ხოლმე მინდობა. იყო ერთი ბიჭი ქართველებს შორის, 14 წლის ბავშვი. მაგრამ ღმერთი სწამდა. ლოცულობდა და ერთ დღეს, როცა მისი მშობლები სეირნობდნენ თუ ისვენებდნენ, არ ვიცი რას აკეთებდნენ. ის აძვრა მაღალი ძაბვის ბოძზე და ცეცხლი მოეკიდა. მთლიანად დაიწვა. ძლივს მოიყვანეს გონზე. გავიგეთ ამ უბედურების შესახებ. ჩემთვის ყოველი უბედურება ეს არის განსაცდელი. შევძლებ მის გადაჭრას თუ არა. და მე წინ წავიდე. აი ახლა მაგალითად დავისახე მიზანი. 10 სახლი. ერთი უკვე ვიყიდეთ და მალე გაჩვენებთ. ადამიანებისთვის. ჩვენ გვხდებოდა ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანები ცხოვრობდნენ. არ ვიცი, შეიძლება საერთოდ ადამიანური პირობებიც არ იყო. მიტოვებულ ტუბ დისპანსერში. პირდაპირ ტუალეტში. 8 ბავშვით. საშინელებაა. სხვები კი 10 ბავშვი. სასაფლაოზე ცხოვრობენ. და სასაფლაოს გვერდით ქვას ჭრიან. გრანიტს მოიპოვებენ. ან გრანიტს ან რაღაც ნაყარს. იქ ყველაფერი ნისლშია. და ბავშვები დაბადებიდანვე ამ მავნე ჰაერს წუნთქავენ. და ხვალ ანზე ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. გინდათ თუ არა რომ ღმერთთან უფრო ახლოს იყოთ. მე დამოუკიდებლად ჯერ კიდევ გავუმკლავდები ამას. პერსპექტივაში შეგვიძლია 100 ადამიანებს შევუძინოთ პატარა სახლები. $7,000. ჩვენ ვაწარმოებდით, რა თქმა უნდა თურქებთან ვაჭრობდი, რადგან მხოლოდ თურქები ამზადებენ მათთანაც საქართველოს ტერიტორიაზე. სხვანაირად მათ გადასახადები არ მისცემდა საშუალებას ასეთი დაბალი ფასის დაწესების, ხოლო ჩვენგან მაცივარი, ტელევიზორი, ღვინო და დომინო. დიახ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველაფერი. უთო, საუთოო მაგიდა, სკამები, მაგიდები, მოკლედ ყველაფერი რაც საჭიროა. საწოლებიც და თეთრეულიც. ეს სახლის ფასზე ძვირია, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ და ადამიანები ბედნიერები იქნებიან. მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც გავაკეთებ და რაც თქვენთვის საინტერესოა, ის იქნება, რომ მე ამას სახლში დავკიდებ. და იცით რა, არავინ გაიგებს, რომ ამასთან მე რაიმე კავშირი მაქვს. დამიჯერეთ, იქ არ იქნება სიტყვა ჩემს შესახებ. მე ამ საქმეებში არ ვიქნები, თორემ თქვენ წამართმევთ იმ სიამოვნებებს, რასაც მივიღებ, როცა უფალთან წავალ. ეს იქნება უჟანგავი ლითონის ძალიან ლამაზი დაფა, სადაც დავწერ თითოეული ადამიანის სახელს, ვინც შემოწირულობა გაიღო. არ ვიცი, თქვენ თვითონ შემომთავაზეთ, რა ოდენობიდან დაწყებული. იმიტომ რომ თუ თითოეულს დავაფიქსირებთ, ჩვენთან ხანდახან 300,000-მდე ადამიანი აკეთებს მცირე შემოწირულობას. ძირითადად ეხმარებიან ღარიბი ადამიანები, რადგან მათ იციან რა არის გაჭირვება. დიახ, მათ ეს იციან. და ისინი იქ იქნებიან ჩაწერილები. მე გიყვებოდით იმ ბიჭზე. ხო და ეს ბიჭი დღეს ტაეკვანდოში მსოფლიო ჩემპიონია. არავინ იცის ამის შესახებ მთავრობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტში. ღმერთო, როგორ ცხოვრობთ? საქართველოს ძვირფასო მმართველებო, რომ მას ოქროს მედალი არ მიანიჭეთ. ის ამას იმსახურებს იმაზე მეტად ვიდრე ნებისმიერი.
ნებისმიერი სპორტსმენი, რომელსაც ორივე ხელი და ფეხი აქვს, მას კი ერთი ხელი აქვს. ერთი ხელი. კარგი. სახლი ამ ქალსაც ექნება. ისე მას უკვე ყველაფერი გაუკეთეს. კარგი, მოგიყვებით ამ ქალზე მინდოდა მომეყოლა 80 წლის ქალბატონზე, რომელიც 80 მეტრის მანძილზე ნარჩენებზე ხოხვით გადაადგილდებოდა ტუალეტამდე. შემდეგ უკანაც ხოხვით ბრუნდებოდა, რომ ხელები დაებანა. რადგან მას ფეხები წაერთვა იმ დროს, როცა მისი ქმარი გარდაიცვალა, ადამიანი, რომელიც მას სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. აი ასეთი შემთხვევებიც გვაქვს. ღმერთო, ნუ ჩაუვლით მათ გვერდს. მე გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ღმერთის წინაშე გამოიჩინოთ თავი, რადგან თუ რამე გააკეთეთ და ღმერთიც იმ ადამიანს არ იცნობთ. მას ვერც კი ნახავთ. ხოლო თუ ნახავთ, უბრალოდ ჩაეხუტეთ და აკოცეთ. მაგრამ არ უთხრათ, ეს მე აგიშენე. თქვენ იქნებით ჩაწერილი ბევრად უფრო ლამაზ დაფაზე. რა თქმა უნდა ვაზვიადებ, დღეს 1 აპრილია, არ დაგავიწყდეთ. ღმერთთან სხვა სამყაროში. აი ასეთი ამბებია, მეგობრებო. მე გავიგე ჭეშმარიტება და თქვენ გიზიარებთ. ყველაფერი დაბალანსებულია და ისინი, ვინც იტანჯებიან, შედეგებს მიიღებენ, როგორც მაფიოზურ წრეებში ამბობენ. მაგრამ ახლა ხომ მაფიაზე არ არის საუბარი. ამიტომ ეს შედეგები იქნება კარგი. კარგი შედეგები. მაინც როგორი შედეგები? ნუ თუ ოქროს აბაზანებში გვაბანავებენ, როგორც ის იანუკოვიჩს ჰქონდა. თუ თქვენი პრემიერ-მინისტრის ტუალეტია ოქროსი. რუსეთში ერთ საგზაო მილიციონერს ოქროს ტუალეტიც კი აღმოუჩინეს. საოცრება. აი ასეთი ამბებია, მეგობრებო. ჩვენ ვხსნით ჩვენი ცხოვრების ახალ ფურცელს. თქვენ ნახავთ სახლს და იმ წარწერას, რომელიც შეესაბამება ჩემს ჩანაფიქრს, რათა რაც შეიძლება მეტი ქართველი მივიდეს ღმერთთან, სუფთა ხელებითა და წრფელი გულითა და სულით. დაუფალი თქვენი კეთილი საქმეებისთვის გეტყვით მადლობას. დარწმუნებული ვარ. ან გაპატიებთ გარკვეულ ცოდვებს. არ ვიცი. მაგრამ ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ. მეც, ნებისმიერი მღვდელიც და საერთოდ ნებისმიერი ადამიანი. რადგან გარკვეულ ასაკამდე, როცა ჰორმონების გამო თითქოს მთელი სამყარო შეგიძლია დაანგრიო, შენ კი გიყვარს ისე, თითქოს არავის არასდროს ყვარებია, არც რომეოსა და ჯულიეტას. სადღაც შეცდი. რა ვქნათ, ასეც ხდება. ყველაფერი ხდება, მაგრამ ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია. გიყვარდეთ ღმერთი, ენდეთ მას მთელი სულითა და გულით. და მოიქეცით ისე, როგორც დააბარა 10 მცნებაში დიდ ადამიანს, რომლის წინაშეც მე ქედს ვიხრი, მოსეს. ის ჩემი კუმირია. ადამიანი, რომელიც თითქმის მზად იყო გამხდარიყო სახელმწიფოს სათავეში. ისეთი სახელმწიფოს, რომელსაც არც მანამდე და არც შემდეგ მსოფლიოში მსგავსი არ ყოლია. პრაქტიკულად მთელი მსოფლიო თითქოს მას ეკუთვნოდა. ამ სულთანს. თუ ვინც იყო. მხოლოდ ამერიკაში ვერ შეძლო მისვლა. დანარჩენი კი ყველაფერი დაიპყრო. და აი მოსე, როგორც ებრაელი, უნდა ქვეყნის სათავეში მოსულიყო. თუმცა ყველაფერზე ხელი ჩაიქნია. ბოდიში ამ გამოთქმისთვის. და დაიცვა პატარა ებრაელი, რომელსაც მცველი სცემდა. არ ვიცი ებრაელი იყო თუ არა ის მცველი. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ის მას ფეხებითა და ხელებით სცემდა. რატომ უცნობია? მოსემ კი იცოდა ამას შედეგები მოჰყვებოდა და ქვეყნიდან გააძევებდნენ. მაინც დაიძრა მცველის წინააღმდეგ. ბიჭი საკმაოდ ძლიერი იყო. მან მას შუბლის არეში დაარტყა. მართლაც მასზე გამოცხადდა ძებნა, თითქოს ინტერპოლით. ყველგან იყო გამოკრული მისი პორტრეტები. შემდეგ კი მთებში დაიმალა. ის დაქორწინდა. და როგორც იცით, გახდა ადამიანი, რომელზეც მთელი მსოფლიო ლოცულობს. მან ხალხი მონობისგან იხსნა. ეს ქრისტიანულ ბიბლიაშიც არის. რადგან ის ორი ნაწილისგან შედგება. ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. თუ ძველი აღთქმა არ წაგიკითხავთ, ახალზე ვერ გადახვალთ. იქ არის მთელი არსი იმისა, რასაც დღეს საკუთარი თვალით ვხედავთ.
არ დაგავიწყდეთ დავრეკოთ თქვენს მშობლებს, მეგობრებო, ვინც დღეს ჩემს გამოსვლას უსმენთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უთხრათ მათ ძვირფასებო. დღეს გავიგე, ან იქნებ უკვე იცოდით, რომ უფალმა მე თქვენთან მომავლინა რათა გითხრათ, მიყვარხართ და ყოველთვის მიყვარდით. ასეც არის და სიცოცხლის ბოლომდე თქვენზე ვიზრუნებ. დღეს ვდგები ცხოვრების ახალ გზაზე, რომელიც ღმერთს მოსწონს. მეოთხე მცნება სამყაროს შემოქმედისა, სამყაროს მეუფისა. როგორც მან თქვა, მისი სახელია ღმერთი ყოვლის შემძლე. პატივი ეცი მამას და დედას, მათ სურთ შენი ხმა გაიგონ, ვაჟის ან ქალიშვილის. მათ უყვართ თავიანთი შვილები. ისინი შენი ინტერესებით ცხოვრობენ. მათთვის თითოეული სიტყვა, თითოეული ინფორმაცია მნიშვნელოვანია. აბა როგორ ხარ? როგორ მიდის საქმე? უყვარხარ შენს მეუღლეს? გისმენენ თუ არა შვილები? როგორ არის სამსახურში საქმე? მათთვის ეს არის ცხოვრება, სხვა ცხოვრება არ აქვთ. ყველას გეხვევით, გისურვებთ სიკეთეს, იყავით ბედნიერები. ნახვამდის.